გამარჯობა, ეს დიდი ვეზირია, მე შოთათ ხელიძე ვარ. ვიდეოს დასაწყისშივე მინდა გთხოვოთ, რომ მოიწონოთ ვიდეო და გამოიწეროთ არხი. რაც შეეხება თვითონ თემას, დღეს მე მინდა შევეხო განახლებულ კონფლიქტს იემენში, როდესაც დონალდ ტრამპის ახალმა ადმინისტრაციამ ესეთი პირველი სამხედრო ოპერაცია დაგეგმა და გასცა ბრძანება დონალდ ტრამპმა ეგრეთ წოდებული ჰუსიტების ასარალას ორგანიზაციის წინააღმდეგ. სანამ თვითონ შევეხებით რა ხდება, რა პროცესი მიმდინარეობს ახლა ამ მიმართულებით ახლო აღმოსავლეთში, მე მინდა ასე ვთქვათ აი ამ პროცესის საწყისებთან წავიდე და ეს ავხსნა თუ როგორ მოვედით აქამდე, ანუ როგორ მოვედით ისრაელ-ირანის აი ამ დღევანდელ რეგიონულ დაპირისპირებამდე. ამის საწყისები დაახლოებით არის 90-იანი წლების შუა პერიოდი, როდესაც თვითონ ისრაელშიც გარკვეული პოლიტიკური კატაკლიზმები ხდება. ეს არის 1995 წელს, როდესაც ისრაელსა და პალესტინას შორის ოსლოს შეთანხმების ასე ვთქვათ პროცესი მიმდინარეობდა, რითაც ხდებოდა ამ ორ მხარეს შორის ურთიერთობების თანდათანობით დალაგება, რაღაც ტერიტორიული რეალიების დაფიქსირება, მშვიდობისკენ გადადგმული ნაბიჯები, ამის ესეთი მთავარ შემოქმედებად მოიაზრებოდნენ მაშინ ისრაელის პრემიერ-მინისტრი იცხაკ რაბინი და პალესტინის ლიდერი იასირ არაფატი, თუმცა 95 წელს მოკლეს იცხაკ რაბინი, მოკლეს ისრაელში რეაქციულმა ულტრამემარჯვენე ძალებმა, რომელთა იდეოლოგიის პოლიტიკური გამომხატველი მაშინ გახდა იყო კიდევაც მანამდე პარტია ლიკუდი, მაგრამ კონკრეტულად ერთ წელიწადში 1996 წელს პირველად გახდა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ. და მან, ასე ვთქვათ, 180 გრადუსით შეცვალა ისრაელის რეგიონული და საგარეო პოლიტიკა. მან, ასე ვთქვათ, გადაწყვიტა, რომ მთლიანად ჩაეხსნა ის პროცესი, რაც მანამდე მიმდინარეობდა, რასაც სამშვიდობო პროცესი ერქვა და ეს პროცესი მიდიოდა პალესტინური სახელმწიფოს არსებობის შექმნამდე. ეს, ასე ვთქვათ, ლიკუდის და აი ამ რევიზიონისტული სიონიზმის თვის კატეგორიულად მიუღებელი მოცემულობაა პალესტინური სახელმწიფოს არსებობა, შესაბამისად კატეგორიული მიუღებლობა ჰქონდა ამის ბენიამინ ნეთანიაჰუს. იმისათვის, რომ აი ამ საკუთარი საგარეო პოლიტიკის 180 გრადუსიანი ცვლილებისთვის ლეგიტიმაცია მიეცა, მაშინ ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაიწყო ასე ვთქვათ პირდაპირ უშუალო კონტაქტები და პოლიტიკური ლობირება შეერთებულ შტატებში, კერძოდ კი ნეოკონსერვატიულ ფლანგთან დაიწყო მან აფილირება და ასე ვთქვათ მისმა პოლიტიკურმა ლობიზმმა გამოიღო ის შედეგი, რომ შეერთებულ შტატებში, კერძოდ ასე ვთქვათ კონგრესში მიიღეს ესეთი ახალი დოკუმენტი, რომელსაც ეწოდებოდა ინგლისურად ქვია clean break, ახალი სტრატეგია, რომ ასე ვთქვათ სივრცის უსაფრთხოებისთვის, ესეთი უხეში თარგმანი new strategy for securing the realm. ამ დოკუმენტის ავტორები ბენიამინ ნეთანიაჰუს ლობიზმის შედეგად იყვნენ მაშინ ასე ვთქვათ გამორჩეული ნეოკონსერვატორები, კონკრეტულად კი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი მაშინ იყო რიჩარდ პერლი. ამ სტრატეგიის მიხედვით ისრაელს არათუ მშვიდობისკენ უნდა ევლო და ასე ვთქვათ პალესტინური სახელმწიფოს შექმნას დათანხმებოდა, არამედ პირიქით მას სრულად უნდა გამოერიცხა პალესტინური სახელმწიფოს შექმნის ალბათობა და იმისათვის რომ ეს ალბათობა სრულად გამორიცხულიყო, მას უნდა გაენეიტრალებინა ყველა ის რეგიონული ქვეყანა, რომელიც პალესტინურ სახელმწიფოს უჭერდა მხარს. პირველ რიგში ესენი იყვნენ მისი ჩრდილო აღმოსავლური მეზობლები: ლიბანი, სირია, ერაყი და საბოლოოდ ირანი. მისი ასე ვთქვათ აღმოსავლელი და დასავლელი მეზობლები, იორდანია და ეგვიპტე ამ შემთხვევაში უკვე ისრაელთან იყვნენ სამშვიდობო ურთიერთობაში და აღიარებული ჰქონდათ ისრაელის სახელმწიფო. ზუსტად ანუ არაბული ქვეყნებიდან ყველაზე ესეთი მკვეთრი მხარდამჭერები პალესტინელების იყვნენ, როგორც თქვი, ერაყი, სირია, ლიბანი და აფრიკის მიმართულებით ლიბია.
შემდგომ 2001 წელს ხდება ის, რაც ყველასთვის ცნობილია, 11 სექტემბრის ტერაქტი და მოგვიანებით ჩვენ ვიგებთ უკვე ამერიკელი გენერლის ევროპაში ამერიკული სამხედრო ძალების ხელმძღვანელის მეთაურის ვესლი კლარკისგან, რომ 2011 სექტემბრის შემდგომ შეერთებულმა შტატებმა დაგეგმა ერაყში ინტერვენცია, ხოლო რამდენიმე თვის შემდგომ, როდესაც ავღანეთში შეიჭრა, ოქტომბერში შეიჭრა იმავე წლის შეერთებული შტატები ავღანეთში, ავღანეთის შეჭრიდან რამდენიმე თვეში ვესლი კლარკს პენტაგონში ეუბნებიან, რომ გადაწყვეტილია, რომ 7 ქვეყანა ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის შემდგომ 5 წელიწადში უნდა განეიტრალდეს. ნუ ამ ქვეყნებს აი ერთად მოусმინოთ ახლა ვესლი კლარკის აი ამ ცნობილ ინტერვიუს, თუ რომელი ქვეყნები მოიაზრებოდნენ აი ამ 7 ქვეყანაში. About 10 days after 9/11, I went through the Pentagon and I saw Secretary Rumsfeld, and one of the generals called me and he said, "Sir, you got to come in and talk to me a second." He says, "We've made the decision we're going to war with Iraq." I said, "We're going to war with Iraq? Why?" He said, "I don't know." He said, ნუ აქ ყვება ამ ისტორიას, რომ მე მივედი პენტაგონში დონალდ რამსფელდის ოფისში და ერთ-ერთმა გენერალმა დამიძახა, რომ მას საქმე ქონდა ჩემთან და მან მითხრა, რომ გადაწყვეტილია ერაყში ინტერვენცია. I guess they don't know what else to do. So I said, "Well, did they find some information connecting Saddam to Al-Qaeda?" He said, No. He says, "There's nothing new that way. They just made the decision to go to war with Iraq." He said, "I guess it's like we don't know what to do about terrorists, but we got a good military." ნუ ეს გადაწყვეტილება კლარკს გაუკვირდა, მან დასვა შეკითხვა ანუ სადამ ჰუსეინის შორისა და სადამ ჰუსეინსა და ალ-ქაიდას შორის თუ ნახეთ რაიმე კავშირიო და ამის შედეგად გადაწყდაო, მაგრამ პასუხობს, რომ არა, უბრალოდ გადაწყდა, რომ ერაყში უნდა მოხდეს ინტერვენცია. We can take down governments. So I came back to see him a few weeks later, and by that time we were bombing in Afghanistan. I said, "Are we still going to war with Iraq?" And he said, "Oh, it's worse than that." He said, he reached over on his desk, he picked up a piece of paper, and he said, "I just got this down." ნუ იგივე გენერალს მე შევხვდიო უკვე რამდენიმე თვის შემდგომ, როგორც ვახსენე, როდესაც უკვე ავღანეთში დაწყებული ქონდა სამხედრო ოპერაციაო და ვკითხეო, რომ კიდევ ვაპირებთო ერაყში ინტერვენციას მომავალშიო? From upstairs. This is a memo that describes how we're going to take out 7 countries in 5 years. ამ გენერალმა უპასუხა, რომ არა თუ ერაყში ინტერვენცია იყო კვლავ გეგმაში, არამედ გეგმაში იყო მომდევნო 5 წელიწადში აი ამ 7 ქვეყნის ნეიტრალიზება და ეხლა კლარკი ჩამოთვლის აი ამ 7 ქვეყანას. Starting with Iraq and then Syria, Lebanon, Libya, Somalia. ჩვენ დავიწყებთ ერაყიდან, შემდგომ გადავალთ სირიაში, ლიბანში, ლიბიაში, Sudan and finishing off Iran. სომალიში, სუდანსა და ბოლოს დავასრულებთ ირანით. რატომ არის ახლა ეს საინტერესო კლარკის ეს განცხადება? პირველი, მისი ჩამოთვლილი 7 ქვეყანა, როგორც ვახსენე, ეს ქვეყნები იყვნენ ისრაელის ყველაზე ესეთი მოწინააღმდეგე ქვეყნები, მისი არსებობის მოწინააღმდეგე ქვეყნები და პალესტინური სახელმწიფოს შექმნისკენ მოწოდებული ქვეყნები რეგიონში. 7-ვე ეს ქვეყანა, ასე ვთქვათ, იღვწოდა აი ამ იდეისთვის. ვესლი კლარკის ეს განცხადება და შეერთებული შტატების ეს ახლო აღმოსავლური პოლიტიკა ეხმიანება ზუსტად აი ამ clean break-ის სტრატეგიას. გამომდინარე იქიდან, რომ უკვე ამ პერიოდში 2001 წლიდან ამერიკის უმაღლეს ხელისუფლებაში მოდიან ზუსტად ეს ნეოკონსერვატიული ძალები, ლოგიკური გაგრძელება იყო, რადგან ასე ვთქვათ, ამ ძალებს ეს სტრატეგია ჰქონდათ შექმნილი, რადგან მოვიდნენ ხელისუფლებაში, ასე ვთქვათ, მათ გადაწყვიტეს ამ სტრატეგიის განხორციელება. თვითონ ამ clean break-ში მთავარი სამიზნე იყო სირია და ლიბანი, მაგრამ იმავე დოკუმენტში იყო ნახსენები, რომ იმისათვის, რომ სირია და ლიბანის განეიტრალება, ნუ ლიბანში კონკრეტულად ორგანიზაცია ჰეზბოლას განეიტრალება მოხდეს, ჯერ უნდა გავანეიტრალოთ სადამ ჰუსეინის რეჟიმი, რომელიც გარკვეულ ბმას ახდენს ირანს, სირიასა და ლიბანს შორის. თუ ასე ვთქვათ, აი ამ შუა მოთამაშეს გავთიშავთ, მაშინ ასე ვთქვათ, აი ამ ჯაჭვს გავწყვეთ სირიასა, ლიბანსა და irans შორის და რაც თავარია შიდა ერაყული არეულობით ეს არეულობა ასე ვთქვათ იგივე სექტარიანული არეულობა, სექტარიანული დაპირისპირება დიდი ალბათობით გადადინდება სირიაში და სირიის დესტაბილიზაციას მოახდენს. თუ ჩვენ გავიხსენებთ ბოლო 20 წლის ისტორიას, დაახლოებით ასეც მოხდა, ერაყის ომმა გამოიწვია ძალიან მწვავე სექტარიანული დაპირისპირება სუნიტებსა და შიიტებს შორის თვითონ ერაყში. აქედან ჩდება არაერთი ეს
ისლამისტური ტერორისტული ორგანიზაცია, მათ შორის ისლამური სახელმწიფო, ალ-ნუსრას ფრონტი და შემდგომ როგორც ასე ვთქვათ 2011 წელს იწყება ეგრეთ წოდებული არაბული გაზაფხული და სირიაში არეულობები და ყველა ეს სექტარიანული დაჯგუფება, ძირითადად სუნიტური დაჯგუფებები გადადინდებიან სირიაში და იწყებენ მაშინ ასე ვთქვათ ირანის მოკავშირე ხელისუფლების, ასადის ხელისუფლების დამხობისკენ ბრძოლას. ანუ ესე ვთქვათ ეს ლოგიკური ჯაჭვი არის ისრაელის რეგიონული პოლიტიკის სტრატეგიის. ამის საპირისპიროდ, რა თქმა უნდა, ამ რეგიონული პოლიტიკის არს ხდებოდნენ რეგიონის ქვეყნები და მათ შორის ხდებოდა მთავარი სამიზნე ისრაელის ამ შემთხვევაში ირანის ისლამური რესპუბლიკა და ისიც არ მჯდარა გულახელდაკრეფილი და მასაც ჰქონდა ესე ვთქვათ ისიც იწყებს ასე ვთქვათ კონტრრეგიონულ პოლიტიკის შექმნას და რა შემდგომარეობდა ეს კონტრრეგიონული პოლიტიკა. ირანის ისლამურმა ხელისუფლებამ გაიაზრა, რომ საბოლოო სამიზნე არის ირანი, იმიტომ რომ აი 7 ქვეყანას შორის მთავარი ესე ვთქვათ ძლიერი სახელმწიფო სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით იყო ირანი და ირანის რეჟიმის დამხობა იყო საბოლოო მიზანი ისრაელისა და ამერიკის რეგიონული პოლიტიკის. ამიტომ იყო რომ მათ ესე ვთქვათ საპასუხო რეგიონული პოლიტიკის წარმოება დაიწყეს. და აი ამ რეგიონული პოლიტიკის წარმოების მთავარი მიზანი იყო რა? რეგიონში ეგრეთ წოდებული შიიტური რკალის შექმნა. თქვენ ახლა ხედავთ ფოტოზეც, ასე რკალათაც ნახევარმთვარის ფორმათ არის მონიშნული. ირანმა დაიწყო ყველა შიიტურ რეგიონში საკუთარი გასამხედროებული სუბიექტების შექმნა, რომლებიც ასე ვთქვათ წინააღმდეგობას გაუწევდნენ რეგიონში ისრაელისა და შეერთებული შტატების გარკვეულწილად გავლენის ქვეშ ყოფ რაღაც სუნიტურ დაჯგუფებებს და თავად ისრაელსაც. ამ შემთხვევაში ერაყში ეს იყო მთავარი ეს თქო ხატაიფ ჰეზბოლა და კიდევ რამდენიმე სხვა წვრილი შიიტური დაჯგუფება, რომლის საერთო სახელი არის სახალხო მობილიზაციის ჯგუფები. სირიაში არსებობდა უკვე ხელისუფლებაში ასადის ხელისუფლება, რომელიც ისტორიულად ირანთან პრაქტიკულად სტრატეგიული პარტნიორობით გამოირჩეოდა. ლიბანში იყო ჰეზბოლა 80-იანი წლების დასაწყისიდან შექმნილი ეს შიიტური ორგანიზაცია და უკვე მოგვიანებით იემენში ჩდება ორგანიზაცია ანსარულა, ეს არის უკვე 2010-იანი წლების დასაწყისი, ანუ ეს შედარებით მოგვიანებით შეიქმნა იემენის ფრონტი. აი ამ სისტემას რეგიონული პოლიტიკის, ირანის რეგიონული პოლიტიკის აი ამ სისტემას ეწოდება წინასწარი წინსწრები თავდაცვითი სისტემა. ანუ მომავალში, როდესაც შეერთებული შტატები და ისრაელი გადაწყვეტდა ირანზე იერეში მიტანას, მაშინ მათ მოუწევდათ აი ამ მთლიანად რეგიონში ამ შიიტური ძალების წინააღმდეგ ბრძოლას. ანუ ირანმა შექმნა გარკვეულწილად ბუფერული სივრცეები მას ისრაელსა და შეერთებულ შტატებს შორის. ამის შემოქმედი აი ამ წინსწრები თავდაცვითი სისტემის შემოქმედი იყო ცნობილი ასე ვთქვათ ირანელი გენერალი ყუდსის ძალების, იგივე იერუსალიმის გათავისუფლების ძალების ხელმძღვანელი ყასემ სულეიმანი, რომელიც 2020 წლის დასაწყისში ამერიკელებმა დრონების მეშვეობით ბაღდადში მოკლეს. რეალურად აი წინსწრები თავდაცვითი სისტემის წინააღმდეგ ისრაელის ბრძოლა და აი ამ სისტემის ჩამოშლისთვის ბრძოლა იწყება ზუსტად 2020 წელს, აი ზუსტად აი ყასემ სულეიმანის მკვლელობით, შემდგომ უბრალოდ ასე ვთქვათ პანდემიის პერიოდი დაემთხვა და შემდგომ აი ეს გრძელდება დღეს. ანუ ისრაელს გადაწყვეტილი აქვს, რომ აი ეს მთლიანად აი ეს ირანის ეგრეთ წოდებული პროქსი ძალები, რომლებიც ქმნიან აი ირანის თავდაცვით სისტემას, ყველა აი ეს მოთამაშე გათიშოს. ჩვენ ბოლო დღეებია ვხედავთ, ბოლო წელიწადნახევარია ვხედავთ რას, რომ მაგალითად ჰამასიც მეტნაკლებად მოიაზრება ამ წინააღმდეგობის ძალებში. ჰამასის წინააღმდეგ მიდის ბრძოლა ღაზის სექტორში, ჰეზბოლას წინააღმდეგ ბრძოლა მიდის ისრაელის ჩრდილოეთით ლიბანში. ნახეთ, რომ სრულიად ჩამოიშალა სირიის
ხელისუფლება, ანუ რამდენიმე დღეში ქვეყანა თუ იყო სხვა რეგიონული პოლიტიკის ნაწილი, სხვა მიზიდულობის ცენტრის ნაწილი, მეორე რამდენიმე დღეში ის აღმოჩნდა არათუ შუაში, არამედ პრაქტიკულად მეორე მხარეს, გამომდინარე იქიდან, რომ დღეს არსებული ეგრეთ წოდებული მუჰამედ ალ-ჯულანის გარდამავალი ხელისუფლება ებრძვის პირველ რიგში შიიტებს და შიიტურ გავლენებს ქვეყანაში. ბოლო დღეებში რასაც უყურებთ, ეს არის უკვე მორიგი აი ამ წინააღმდეგობის ძალების ნაწილის ანსარულას წინააღმდეგ განახლებული ბრძოლა და მისი აი ამ სისტემიდან გამოთიშვის პოლიტიკა, ირანის წინსწრები თავდაცვითი სისტემიდან გამოთიშვის პოლიტიკა. ან ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ თანდათანობით ირანის ეს წინსწრები თავდაცვითი პოლიტიკა განიცდის კრიზისს, თუ სრულად ჩამოშლას არა, ხო? პრაქტიკულად ჩვენ ხედავთ, როგორც სირიაზე უკვე გითხარით, ლიბანშიც ჰეზბოლა არის საკმაოდ დასუსტებული, ეს ორგანიზაცია როგორ გააგრძელებს არსებობას, საკმაოდ დიდი კითხვის ნიშნებია, რომ ესე თქვათ, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ამ მიმართულებით იყო იემენი, იემენში მოქმედი ესეთი ანსარულას დაჯგუფება და ეხა მიდის ესეთი გააქტიურებული სამხედრო ესკალაცია ანსარულას წინააღმდეგ. ეს არ არის მხოლოდ შეერთებული შტატების ბრძოლა მათ წინააღმდეგ, არამედ თანდათანობით აი ამ საქმეში, იემენში შიიტური ანსარულას განეიტრალების საქმეში ერთვება თავად ისრაელიც და ისრაელის არაფორმალური მოკავშირე ქვეყნები რეგიონში, არაბული ქვეყნები, მათ შორის საუდს არაბები და არაბთა გაერთიანებული საემიროები. მეინსტრიმ მედიაში იშვიათად ჩნდება ასეთი ინფორმაციები, მაგალითად, ანუ რა შემდგომარეობს აი ამ ქვეყნების საუდს არაბეთის, საემიროებისა და ისრაელის წინააღმდეგობა ჰუსიტების ანსარ-ალას გასანეიტრალებლად, პირველ რიგში ესე თქვათ ხდება იემენის აღმოსავლეთ ნაწილის, რომელიც ძირითადად გაუდაბნოებულია ამ ტერიტორიაზე საუდების გავლენების ზრდა, მათ გავლენების ქვეშ დაქვემდებარებული სუბიექტების გაძლიერება და აი ეს ტერიტორია რეალურად მათ კონტროლ ქვეშ არის, გულისხმობ აი აღმოსავლეთ ნაწილს იემენის, ასევე კუნძული სოკოტრა, ეს არის ინდოეთის ოკეანეში იემენის ტერიტორია, ამ კუნძულის ოკუპაციას უკვე წლებია ახდენს გაერთიანებული არაბთა საემიროები და აქ იწყებენ, ასე ვთქვათ, სამხედრო ბაზების მშენებლობას ისრაელთან ერთად, რათა მათ აკონტროლონ, ასე ვთქვათ, საზღვაო ტრანზიტიც და წნეხი იემენში ანსარულაზე. ასევე ისრაელი ცალკე ცდილობს გარდა ამ სოკოტრას კუნძულზე საკუთარი ავია ბაზის შექმნას, ასევე არის სომალის მიმართულებაც, სომალიში, სომალის სეპარატისტულ რეგიონში, ეგრეთ წოდებულ სომალიში სურს იგივე აი სამხედრო ბაზის მშენებლობა ისრაელს, რათა ესე ვთქვათ, ახლოს იყოს იემენთან და იქიდან აწარმოოს ავიათავდასხმები ჰუსიტების წინააღმდეგ, გამომდინარე იქიდან, რომ თვითონ ისრაელი საკმაოდ მანძილითაა დაშორებული იემენიდან და თვითმფრინავებს, ასე ავია გამანადგურებლებს ჭირდებათ ტრანზიტული სივრცე, რომელიც გამოყენებული იქნება საწვავის ჩასასხმელად და სხვადასხვა ლოჯისტიკური მიზნებით. ანუ ჩვენ ხედავთ, ასე ვთქვათ, იმ რეგიონული პოლიტიკის გაგრძელებას პროცესს, რომელიც ჯერ კიდევ დაიწყო 2000-იანი წლების დასაწყისში. დონალდ ტრამპის გადმოსახედიდან შეერთებული შტატების პერსპექტივიდან ეს არის ზეწოლა ირანზე, რომ ირანი დაითანხმონ ბირთვული შეთანხმების აღდგენაზე. ცოტა პარადოქსული და კომიკურია ის, რომ ეს ბირთვული შეთანხმება თავად დონალდ ტრამპმა დატოვა 2018 წელს, თუმცა ის არის ახლა დაჟინებით მსთხოვს ირანულ მხარეს, რომ დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას და აი ეს შეთანხმება პრაქტიკულად ეს შეთანხმება აღადგეს და ირანმა პირობა დადოს, რომ მას ის არასდროს შექმნის ბირთვული იარაღს, თუმცა კატეგორიული წინააღმდეგობა მოდის ირანის მხრიდან. ჩვენ ნახეთ არაერთი განცხადება აიათოლა ხამენეის, რომ ის არ აპირებს შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებს, გამომდინარე იქიდან, რომ
ამ მოლაპარაკებებში დიპლომატია ნაკლებია, რომ ირანს მხოლოდ პირობებს უყენებენ და ეს პირობები კატეგორიულად მიუღებელია ირანისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ მას თხოვენ გარკვეულ სამხედრო სფეროების შეზღუდვას, ბალისტიკური რაკეტების წარმოების შემცირებას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ მის ირანის უსაფრთხოების შესუსტებას ამ შემთხვევაში. ჰუსიტებზე ანსარალაზე დაწყებული სამხედრო ოპერაცია, ესეც არის ზეწოლის მექანიზმი ირანზე, რომ თუ ის არ დათანხმდება აი ამ ბირთვულ მოლაპარაკებებს, გაგრძელდება ჰუსიტების წინააღმდეგ ასეთი ვთქვათ წნეხი. რეალურად ესეთი ხელშეუხებელი პროქსი ძალა ირანს მხოლოდ რჩება ერაყში, ეს ხატაიბ ჰეზბოლასა და სხვადასხვა წვრილი შიიტური დანაყოფების სახით, თუმცა ეს დანაყოფები ისეთივე ძლიერი და გავლენიანი და შეიარაღების თვალსაზრისით ეფექტურნი არ არიან, როგორც არის მაგალითად ანსარალა, ან როგორც იყო თვითონ სირიის სახელმწიფო, ან თვითონ როგორც არის ჰეზბოლა. ანუ თუ ჰუსიტების წინააღმდეგობა აღარ იქნა, მაშინ ასე ვთქვათ თავარი სამიზნე უშუალოდ რჩება ირანი, რომელსაც ექნება ასე ვთქვათ მოშიშვლებული სივრცე საკუთარ რეგიონში და ადვილი იქნება მასზე პოლიტიკური თუ სამხედრო წნეხის განხორციელება. ამ თემასგან ახლოს მინდა კიდევ ერთ თემაზე გესაუბროთ. ეს არის თვითონ ლიბანში ჰეზბოლას მომავლის შესახებ, რომელიც საკმაოდ ესეთი პესიმისტურად გამოიყურება, გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ ესეთი საეჭოდ სირიის ახალი გარდამავალი ხელისუფლების მხრიდან ხდება შეტაკებები ლიბანის საზღვარზე, სადაც ცხოვრობენ ზუსტად ესეთი შიიტი ჰეზბოლას ხარდამჭერი მოსახლეობა. ეს არის ძირითადად ბექას ველი არის, რომელიც მდებარეობს სირიასა და ლიბანის სასაზღვრო ზოლში და ესეთი წნეხს ახორციელებს ჰეზბოლაზე უკვე თავად სირიაც, ხო? არა მარტო ქვემოდან ისრაელი, ანუ სამხრეთიდან ისრაელი, არამედ სირია აღმოსავლეთიდან. ანუ ლიბანში ჰეზბოლას უკვე არა ერთი მტერი ყავს, არამედ ორი. ნუ ეს უშუალოდ სამხედრო თვალსაზრისით, ნუ თუ არ ჩავთვლით ჩიდა პოლიტიკურ მტრებს ჰეზბოლასი, ამიტომ ჰეზბოლა პრაქტიკულად სრულად მოექცა სამხედრო პოლიტიკურ ალყაში და მისი ლოჯისტიკური მომარაგება გახდა ძალიან, ასე ვთქვათ, რთული. რთული იმ გაგებით, რომ ადრეც ვახსენე, საზღვაო მარშრუტები მას, ასე ვთქვათ, ბლოკირებული აქვს ისრაელის მხრიდან, რომ ირანმა ზღვით არ მიაწოდოს ფინანსები თუ სამხედრო შეიარაღება, ხოლო ავიაციით ისრაელი კატეგორიულად თხოვს ოფიციალურ ბეირუთს, რომ ირანული თვითმფრინავები არ მიიღოს ბეირუთის საერთაშორისო აეროპორტში, წინააღმდეგ შემთხვევაში ის დაბომბავს ბეირუთის საერთაშორისო აეროპორტს, ამიტომ ავიაციითაც არის საკმაოდ ასე ვთქვათ რთული ლოჯისტიკური უზრუნველყოფა. ჩვენ ერთადერთი ესეთი ბოლოს დაუშვეს გამონაკლისის სახით, როდესაც რამდენიმე კვირის წინ ბეირუთში იყო ჰასან ნასრალას გასვენება, მაშინ ირანიდან ჩაფრინდნენ წარმომადგენლები, საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არახჩი და ნუ ეს გამონაკლისი მაშინ დაშვებული იქნა ლიბანისთვის. დღეისათვის სულ ეს იყო. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მოიწონოთ ვიდეო, გამოიწეროთ არხი და მონიშნოთ ზარეზღილაკი, რომ არ გამოგჩნდეთ ჩემ გვერდში ჩემი ვიდეოები.